მადლობთ ნინო ზაუტაშვილმა გაგვაცნო რეალური სივრცის დღევანდელი ანონსი. 20 მილიონ ლარზე მეტი ბოლო მონაცემებით ამ რაოდენობის თანხაა ჩარიცხული ფონდში, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე შეგროვილი თანხის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ფინანსურ შემოწირულობები საბანკო სექტორიდან და კერძო პირებისგან მიღებულ ფინანსებსაც მოიცავს. დღეს ცნობილი ხდება, რომ ფონდში მობილიზებული მილიონების ხარჯვის პროცესს მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაუწევენ. ჩვენ უკვე განვათავსეთ საბოლოო ანგარიში, ანუ 13 ივნისის შემდეგ დღეის ჩათვლით რა მდგომარეობაა და სოციალური პასუხისმგებლობის კლუბმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბოლო მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. 13 ივნისიდან დახმარების ფონდში 7 მილიონამდე ლარი ჩაირიცხა. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა მილიონი ლარი RMG Goldმა გაიღო. ნახევარი მილიონი ზესტაფონის ფერომ და ჯორჯიან მანგანეცმა. მონაცემები ვებგვერდზე ყოველდღიურად იცვლება. ეს არის 90-ზე მეტი კომპანია, მათ შორის არიან მსხვილი კონტრიბუტორები. ზოგადად ეს სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის როლი ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ შეგვეძლო 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა, ეს იყო სწორი ინფორმირება, როგორც ბიზნეს სექტორის, საჯარო უწყებების, ასევე მედიის. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში მსხვილ კონტრიბუტორებად საბანკო სექტორი ფიქსირდება. ბანკმა ქართულ ანგარიშზე 2.250.000 ლარი გადარიცხა. ბანკის ინფორმაციით აღნიშნული დახმარება არ არის კავშირში ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც საჭიროების შემთხვევაში იგი სრულად შეავსებს სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს. მილიონიანი გადარიცხვა საქართველოს ბანკმა, მოგების 1% VTB-მ TBC ბანკის ანგარიშზე კი მილიონზე მეტი შეგროვდა. მოხდება სესხების ანულირება ყველა ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის მერის მიერ შედგენილ ფიზიკურ პირ დაზარალებულთა სიაში. მათ სესხები უკან აღარ მოითხოვება. 5,000 კაცამდე ფიზიკურმა პირმა და 300 კომპანიამ გადმორიცხა მილიონ ლარზე მეტი. ეს თანხა გადაირიცხება მერის მიერ გაკეთებულ სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდში ფინანსთა სამინისტროს ბოლო მონაცემით 20 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული. შემოწირულობა ფონდში სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს სექტორის და ცალკეული მოქალაქეების მიერ ყოველდღიურად იზრდება. ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე მობილიზებულია 3,5 მილიონ ლარამდე თანხები, ხოლო უკვე ის დანარჩენი არის გამოყოფილი 10 მილიონ 9 ლარამდე არის გამოყოფილი ფონდებიდან და დანარჩენი უკვე 20 მილიონიდან რაც რჩება, ის არის უკვე სხვა ორგანიზაციების მიერ კეთილინება. ფონდში მობილიზებულ თანხებზე მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებების ანალიზი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია ალბათ რომ არსებობდეს აქტუალური და რეალური საჭიროებების ანალიზი, რომელიც დაადგენს თუ აი პირველადი საჭიროებების გარდა რა საჭიროებები არსებობს კიდევ დაზარალებული ოჯახების და ოჯახებთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია რომ გარკვეული კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს იმისთვის რომ სამართლიანად მოხდეს იმ თანხების განაწილება. სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი ფულადი დახმარების გარდა დაინტერესებული პირებისთვის დაზარალებულთათვის ბიზნეს სექტორის ინიციატივებს და კერძო პირების აქტივობებსაც აქვეყნებს. ფონდში 100,000 ლარი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა გადარიცხა. სოლიდური თანხები გაიღეს ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა და კიევის ყოფილმა მერმა.